მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ზღარბის არხი. ამით თქვენ ბევრ ადამიანს დაეხმარებით, რომ მათვისაც ხელმისაწვდომი გახდეს ის გადაცემები, რომელიც აქ ჩვენს პლატფორმაზე ქვეყნდება. წინა ეპიზოდში ვეფხისტყაოსნის პოდკასტის ვილაპარაკე ავთანდილისთვის დამახასიათებელ ორ მკაფიო ნიშანზე. ეს არის სიცოცხლის დამკვიდრების მუდმივი მცდელობა როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვა ადამიანებში და მეორე, ეს არის მისი რაციონალიზმი, მისი თვისება, რომ ყოველი გადაწყვეტილების წინ აწონ-დაწონოს არგუმენტებით დაელაპარაკოს საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც არგუმენტების ავკარგიანობას გაარკვევს, მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს მინდა ვილაპარაკო ავთანდილის კიდევ ერთ თვისებაზე, რომელიც დასავლურ კულტურაში გაზრდილი ადამიანებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია, ეს არის ფსიქოლოგიზმი. როდესაც მეცნიერები წერენ დასავლური ცნობიერებისთვის დამახასიათებელ ამ თვისებაზე ფსიქოლოგიზმზე, ისინი გულისხმობენ ადამიანის ბუნების მიმართ ინტერესს იმის მიმართ, რომ გაიგო შენი საკუთარი ემოციები, გაიგო სხვების ემოციები და შეუხამო ამ მათ ემოციებს შენი ემოცია, რომ შენთვის იყოს საინტერესო რას და როგორ წყვეტს მეორე ადამიანი, რა არის მისი მოტივები და ასე შემდეგ. ესე იგი ადამიანის ბუნების მიმართ ინტერესი, ხო? ნახოთ ამ ხრივ როგორი გმირია ავთანდილი. დავიწყებ უცხო მოყმის საძებნელად წასული ავთანდილის შეხვედრით ხატაელ ძმებთან. ეს ამბავი ასე მოხდა, ავთანდილის სამ ხატაელ ძმას გადაეყარა სადღაც ტრიალ მინდორში, სადაც არავინ არ იყო, არაფერი არ იყო და აი ამ უკაცრიელ მინდორში ჯერ მეკობრეები ეგონა ეს ძმები, შემდეგ მათ უთხრეს, რომ არაო, ხატაელი ძმები ვართო, სამნი სანადიროდ წამოვედითო, დიდი ამალა გვახდა და ერთი თვე ვინადირეთ, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს გავჯიბრებოდით, ამიტომ ეს ამალა გავუშვით და ვიახლეთ მხოლოდ სამი მეაბჯრე და აი ასე ვაგრძელებდით ნადირობასო და გადაგვეყარაო სადღაც მინდორში უცხო მოყმე, რომელსაც ვეფხისტყავი ემოსა, შავ ტაიჭზე იყო ამხედრებული და რო დავინახეთო, თქვითო, რომ ეს ნამდვილად ქვეყნად ჩამოსული მზე არისო, მზეს უყურებთ ჩვენი თვალითო და მიუხედავად იმისა, რომ ასე შეაფასეს უცხო მოყმე, მაინც როგორც მონადირის წესია დააპირეს მისი შეპყრობა. ხო და მან მოგვიშორაო მათრახითო, მაგრამ უმცროსმა ძმამ მაინც კადრაო, რომ ხელით დაუპირა შეჩერება და თან დადექო, სიტყვითაც უთხრაო და ამის შემდეგ ასე აღწერს რუსთაველი ძმების ნაამბობს. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიცა, ვითა მკვდარი უსულოქმნა, ვითა მიწა დამიწა. და აი ახლა ახვდათ თან ეს თავგაპობილი ძმა ამ უფროს ძმებს და უთხრეს, რომ აი ესე კი დაგმართა ეს უბედურებაო და მე ნელ-ნელა წავიდაო და აგერ მიდისო და დაანახეს ავთანდილს შავი ტაიჭი სადღაც შორს. ხა ამის შემდეგ ვეფხისტყაოსნის ავტორი ერთ სტროფს უძღვნის იმის აღწერას, თუ რა ხდება ამ დროს ავთანდილის გულში და გონებაში, რომ აი ამდენი გარეთყოფნა, ამდენი ტირილი, ამდენი ძალისხმევა, თურმე უქმი არ ყოფილა და თურმე აგერ მიაგნო იმას, ვისაც ეძებდა ამდენი ხანი, ხო? და ეს ეპიზოდი სწორედ იმიტომ აგიწერეთ, რომ უფრო კარგად დავინახოთ, როგორი გმირი არის ავთანდილი. ეხლა ეს სიხარული ხო აქვს ბუნებრივი გულში, ხო? ზღვა სიხარულის და ამ დროს წინ არიან ეს გაუბედურებული ძმები, ხო? დამწუხრებული ძმები და მათ ეუბნება, რომ მე ვარ გარდმოხვეწილი მარტოკაციო და ჩემს საახლობლოსო, იმიტომ მოვშორდიო, რომ იმ ადამიანს ვეძებო, ახლა ვინც თქვენ დამანახეთო და ადვილი საქმე არ გამიკეთეთო ეს, რომ მაჩვენეთო ის კაციო, მაგრამ
მაგისთვის ვარო გარეთო და ღმერთმა ისეკნასო რომ თქვენი შესაწუხებელიო აწი არასდროს არაფერი აღარ მომხდარიყოსო დავაკვირდეთ ემოციას თავის სიხარულს კი არა ამჟღავნებს ამ დამწუხრებულ ძმებთან არამედ თავისი ამბის ყველაზე ძნელ მხარეს ყვება მათთან და შემდეგ ეუბნება რომ ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისანებასა აგრემცა ღმერთი ნურას იგმს ძმისა თქვენისა ვნებასა ანუ ორჯერ დალოცა ეს ძმები შემდეგ მიასწავლა მათ თავის სადგომი და უთხრა რომ თქვენო დაღლილები ხართო და აიქო ჩემი სადგომი და ჭრილში მოისვენეთო და ამასობაში მკითხველი უკვე რაღაცერთ იძაბება იმიტომ რომ ეს უცხო მოყმე რომლის საძებნელადაც ამდენი ხანია 3 წელია და თითქმის წამოსული არის ავთანდილი მიდის სადღაც თავის გზაზე და უკვე დრო არის რომ ეს ხატალ ძმებთან შეხვედრა დასრულდეს და აი როდესაც მიასწავლის ამ თავის სადგომს ხო ამის შემდეგ რა ხდება ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითავითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ესე იგი წავიდა ცხენი გაქუსლა და თოკიდან მოხსნილი გავაზივით გაფრინდა აი ეს დინამიკა რაც არის ერთ სტრიქონში აღწერილი არის ზუსტად ის რასაც უკვე ითხოვს მკითხველი ავტორისგან და აი მკითხველის მოლოდინს ზუსტად შეესაბამება მაგრამ ეს ამბავი აქ არ მთავრდება როდესაც ავთანდილი უკვე გამოქვაბულში შეხვდება ტარიელს და უხსნის მას როგორ მიაგნო ხო რა თქმა უნდა ახსენოს ეს ძმები და ახსენებს კიდეც მაგრამ ხატაილი ძმები ხო ორჯერ დალოცა და ღმერთი ორჯერ უხსენა ახლა ტარიელთან არავიწყდება რომ ამ ძმებმა მოინდომეს მისი დაჭერა რომ რაღაც ცუდი სიტყვა აკადრეს და ასე შემდეგ ცდილობდნენ რომ რაღაცერად მისთვის ნება მიეყენებინათ ხო ამიტომ ასე აღწერს ავთანდილი ხატალძმებთან თავის შეხვედრას ქურდნი ვნახენ რომ თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი კოდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულ მობძავი სადმე გლახა რაც ეუბნება სადღა არის ახლა ღმერთის ხსენება და დალოცვა პირიქით აიო ის ძმებიო რომელიც შეგხვედრიანო და რაღაც უკმეხი სიტყვა უკადრებია ჩვენთვისო შენ კიდევ თავში მათრახი გადაგიჭერე და ეხლა სულ მობძავი სადღაც სიკვდილს ებრძვისო აი მათ მომასწავლეს შენი გზაო მაგრამ ავთანდილი იქნებოდა ტარიელისთვის რო ეთქვა რომ ღმერთმა დალოცოს ის ძმები მათ მომასწავლეს შენი გზაო ხო რა თქმა უნდა ასე არ ეთყოდა ავთანდილი მაგრამ ამბავი აქაც არ მთავრდება როდესაც ავთანდილი უკვე ფრიდონს ხვდება და უამბობს თავის ამბავს აი იქ ახსენებს ამ ხატალ ძმებს მაგრამ უკვე ახსენებს ძალიან მოკლედ და ძალიან ნეიტრალურად აი კონკრეტულად რას ამბობს იგი ბძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატალნი ვნახენ მისგან დაკოდილნი აქ ხატალ ძმებთან ავთანდილის შეხვედრის ამბავი მთავრდება და მინდა რომ ეხლა გადავიდეთ სხვა ეპიზოდზე რომელიც ადრეც არაერთხელ მიხსენებია და ვამბობდი რომ აი მოვა დრო და ამ ეპიზოდზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ და ეხლა ეს დრო მოვიდა გულისხმობ ავთანდილის და ასმათის პირველ შეხვედრას გამოქვაბულში ეს ამბავი როგორ მოხდა ავთანდილი თავიდან იყო ძალიან ბედნიერი იმით რომ იპოვა ადამიანი რომელმაც უცხო მოყმის ამბავი იცის და ეს არის ქალი მარტო ქალი და ფიქრობს ახლა მას ძალიან ადვილად ვათქმევინებ იმას რაც მე მაინტერესებს მაგრამ როგორ დაიწყო ყველაფერი როდესაც წინა ეპიზოდში კვალში ჩაუდგა ავთანდილი ტარიელს მოყვა მას გამოქვაბულამდე და ნახა რომ აი აქ ცხოვრობს და თითო ხეზე აძვრა და იქ დაელოდა რა მოხდებოდა შემდეგ და შემდეგ უკვე ის მოხდა რომ როდესაც ტარიელი გამოქვაბულიდან გამოვიდა და ცხენზე შეიჯდა და წავიდა სადღაც ის გამოაცილა ქალმა და ხედავს ახლა ავთანდილი რომ ეს უცხო მოყმე მიდის ქალი რჩება მარტო ჩამოვიდა ხიდან და შევიდა გამოქვაბულში ქალი გამოეგება და როდესაც დაინახა უცხო კაცი არის შეშინდა ძალიან
გავარდა თვითონ ამ გამოქვაბულიდან და კლდეებს და დიდ როხეებს შეყვიროდა და ვინმე ტარიას უხმობდაო თავის დამხმარედო. მაგრამ დახმარება არსაიდან არ იყო, არ ჩანდა, როგორც ვეფხისტყაოსნის ავტორი ამბობს, ავთანდილი გამოყვა უკან ამ ქალს და დააბა როგორც მახეში გაბმული კაკაბიო. მაგრამ ქალი არ აძლევდა საშუალებას, რომ თუნდაც მისი სახე დაენახა, წინააღმდეგობას უწევდა. და ამ დროს ავთანდილმა მუხლი მოიყარა მის წინაშე და ეუბნება, რომ თანო თითით ეხვეწებოდაო ხო, როგორც რუსთაველი ამბობს და ეუბნებოდა, რომ გაჩუმდიო, რატო ყვირია, არაფერს არ გერჩიო, აი მარტო იმ ტანსაროქმის ამბავი მინდა რომ მიამბო, მეტი არაფერი შენთან საქმე არ მაქვსო. და ქალმა ტირილითვე უთხრა, რომ გიჟი თუ არ ხარო დამეხსენიო და თუ გიჟი ხარ მოდი გონებაზეო, ძალიან რთული ამბის მოყოლას თქვა ადვილადო და არა ვერაფერს ჩემგან ვერ გაიგებო. მაშინ ხო და ამასაც ეუბნება, შენ ერთხელ მეტყვი, მითხრა რომ მე ასჯერ გეტყვი ვერასა. ამის მერე უკვე ავთანდილი სხვა გზას ირჩევს და ეუბნება, რომ არ იცი საიდან მოვდივარო. არ იცი რა ჭირი გადამიტანიაო იმ ადამიანის მოსაძებნათო და ეხა შენ მიპოვიხარო, ვინც მისი ამბავი იცი და როგორ დაგანებებო თავსო. ვერაფრით ვერ დაგანებებ თავსო, მიამბე ჩემი ნუქრცხვენიაო. ეს საინტერესოა, ნუქრცხვენია ეუბნება, იმიტომ რომ სახეს არ აჩვენებდა მას ეს ქალი, ხო? და ნუქრცხვენიაო, მიამბე ამბავიო. და ქალი პასუხობს, რომ მზე რო არ მახლავსო, იმიტომ მხოლოდ აძლევ თავისუფლებას რომ მაწყენინო და მოკლედ გეტყვიო, მე არაფერს არ მოგიყვებიო და ეხ როგორც გინდა ისე მოიქეციო. ისევ მუხლი მოუყარა ავთანდილმა და იმდეხას ემუდარებოდა მითხარი რამეო, რომ ბოლოს და ბოლოს რუსთაველი ამბობს, მუდარობა მოეწყინაო. გაბრაზდა, ქალი თმით მოზიდა, ყელზე დანა დაადო და უთხრა, რომ აი ამდენ ჯავრს ვერ შეგარჩენო. გიჯობს რომ ამბავი მითხრა, თორე ღმერთმა ჩემი მტერი მოკლას, ისე როგორც ეხა მე შენ მოკლავო. და ქალი ამის პასუხად იქვე მომენტალურად ასეთ რამეს ეუბნება. ეგო ცუდი რამე მოიფიქრეო, თუ მომკლავ ტანზე, ხრებზე თავი არ შემრჩება, რომ რამე გიამბო და თუ არ მომკლავო, აგერ ვარ საქსალამათი და არაფერს არ გეუბნებიო და სიკვდილით ვერ შემაშინებო, ჩალად მიღირ სიცოცხლეო. აი აქ კი მიხვდა ავთანდილი, რომ მისი საქმე არ იყო კარგად, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად იცოდა მოსმენა ადამიანის და არგუმენტების შეფასება არ ეშლებოდა, რა თქმა უნდა. ყმამან თქვა, თუ არ ეგების აწამისი ასრე თქმევა, სხვას არას მე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა. ვიცანით ავთანდილი, 1001 გზას რომ ეძებს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწევს და ყოველთვის პოულობს ამ 1001 გზას და ისიც ხო გამოჩნდა, რომ მისი გაბრაზება და ეს უხეშობა, მისი ხერხი იყო, მარტო მეტი არაფერი არ იყო. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა, ქალსა უთხარ, გაგარისხეაც არ ვიცი ვით დავრჩევა. ტირის ავთანდილი და ბოდიშს იხდის და ქალიც ვაჟკაცის ტირილის შემსწრე ჯდება თვითონაც და შობს შეკრულია ჯერ, არაფერზე არ ეთყობა, რომ დატკბობას აპირებს და ავთანდილი კიდე ტირის არ ჩერდება და ხმასაც აღარ იღებს, აღარ ლაპარაკობს. უცებ ქალიც ატირდა. ამ ვაჟკაცის ცრემლებმა, როგორც ჩანს, მასაც გული მოულბო, თუმცა ჯერ სიტყვას არ ამბობს და ამ დროს მტირალი ავთანდილი თურმე ცალ-თვალს აპარებს ქალისკენ და ფიქრობს, რომ აბა ატირებული დაინახა თუ არა, თავის თავს ეუბნება, რომ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა. ესე იგი რა გამოდის, რომ წუთის წინ გადაწყვიტა, რომ რაღაც სხვა ხერხს მივაგნებ და ეხლა ეს ხერხიც რომ გამოიყენა, თან აკონტროლებს ამ მდგომარეობას, რომ აბა ამ ხერხმა გაჭრა თუ არ გაჭრა. და ამის შემდეგ, როცა ამბობს, რომ აი გონებაო დააწყნარა ჩემთვისო, ხო, კიდევ ერთხელ მივა, კიდევ ერთხელ მუხს მოუყრის
და ქალს ეუბნება, რომ ვიციო, რომ ჩემი მეგობარი და დობილი ვერასდროს ვეღარ იქნები ისე გაგაბრაზეო, მაგრამ ხომ ნათქვამიაო, რომ 7 გზის პატიება ეკუთვნის შემცოდესო და მით უმეტესო მიჯნურის პატიება არის კარგი ამბავიო და ამიტომ უნდა მაპატიო. სულს მოგცემო, მეტი არაფერი არ გამაჩნიაო. და როგორც კი ქალმა სიტყვა მიჯნური გაიგო, როგორც პოემაში წერია, ესე იგი ტირილს ასმაგად მოუმატა. და რას გვეუბნება ამის შემდეგ შოთა რუსთაველი? ავთანდილს ღმერთმა წადილი მისცა, გულისალ ხინება. რაო? ესე იგი ქალი ტირის ცრემლად იღვრება, ავთანდილს კიდე გული სიხარულით ევსება და თავის თავს ეუბნება, მიჯნურობის ხსენებაზეო ფერი შეეცვალაო და ნამდვილად ვიღაცისთვის ცრემლი ემალმალებაო. და ამის შემდეგ მიიღებს აბსოლუტურად სწორ ერთადერთ ზუსტ გადაწყვეტილებას, რომ გამოუტყდეს ქალს თავის საიდუმლო გაუზიაროს და უთხრა სიმართლე. და ეუბნება ვინ არის, ეუბნება რატომ წამოვიდა, რატომ დადიოდა ამდეხას, როგორ ეძებდა ამ უცხომოყმეს, რომ დაავალა მიჯნურმა და რომ მიჯნურთან ვერ დაბრუნდება ისე, რომ მისი დავალება არ შეასრულოს. და შემდეგ ეუბნება არაჩვეულებრივ ფრაზას, რომ ღრუბელიც ვერ მიხვდება, სად მივლია ამ ამბის გასაგებათო. აი თავაფასოთ კიდევ ერთხელ შოთა რუსთაველი, ღრუბელიც ვერ მიხვდება, სად მივლიაო. და ბოლოს ეუბნება ქალს, ორისაგან ერთი მიყავ, ყვემ ქმენ, ანუ მააზატე. ან დამატყობე, ან გამათავისუფლეო, ხო? ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მიუმატე. ამის შემდეგ ქალი საბოლოოდ მოლბება და ავთანდილს ეუბნება, რომ წეღანო მტრად მიგიღეო, მაგრამ ეხლა ჩათვალე, რომ შენი დავარო, რა კი შენს ღონე, შენს საშველად მიჯნურობა მოიგონეო, ამის შემდეგ გემონები და შენთვის მოვხვდებიო. აი ასე გაიკვალა ავთანდილმა საკმაოდ რთული გზა ასმათის გულამდე და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტარიელის გულამდეც უკვე ძალიან მოკლე გზა იყო, იმიტომ რომ ავთანდილს წინ ასმათი მიუძღოდა. ყველგან, სადაც ავთანდილი სხვა ადამიანს ხვდება და ელაპარაკება, ჩანს აი რამდენად ითვალისწინებს მეორე ადამიანს, რამდენად ცდილობს, რომ ამბავს მისთვის მისაღები ელფერი მიცეს, დაარწმუნოს, რაღაცნაირად თავის მეგობრად გადააქციოს. ზოგადად ავთანდილის ურთიერთობა ადამიანებთან ერთი დიდი გაკვეთილია თანამედროვე მკითხველისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ჩვენი გადაცემის ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, რომ ამ თემაზე კიდევ ბევრი ვილაპარაკო. თუმცა ავთანდილს სხვა კუთხით გავიცნობთ, როდესაც მოგვიანებით ვეფხისტყაოსანში გმირების წარდგენის პრინციპებზე ვილაპარაკებ და აი ვნახავთ, ვის როგორ წარუდგენს ავთანდილი თავის თავს, ვის რა აქცენტით ელაპარაკება, ვისთან ურთიერთობაში თქვათ რა ინფორმაციას დაამატებს, რას გამოაკლებს საკუთარი თავის წარდგენისას და ეს მე მგონი ასევე ძალიან საინტერესო იქნება. ხოლო ასმათის, ავთანდილისა და ტარიელის ურთიერთობაში კიდევ ერთ უაღრესად საინტერესო ეპიზოდს ცალკე დაუბრუნდები, ცალკე გადაცემას მიუძღვნი. ეს არის ეპიზოდი, როდესაც ავთანდილი უკან ბრუნდება არაბეთიდან გამოქვაბულში და თავისი მეგობარი ხვდება ცოცხალ მკვდარი ფაქტობრივად. და აი იმ ეპიზოდში კიდევ ერთხელ გაიბწყინებს ასმათის გონება და მაშინ დაუბრუნდები კიდევ ასმათს და ეს პერსონაჟი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მასზე ცოტა მეტი ვილაპარაკო და ეს იქნება ის გადაცემა, როდესაც ამ ეპიზოდს უფრო დაწვრილებით განვიხილავ. მანამდე კი შემდეგ ხუთშაბათს ავთანდილს წარმოგიდგენთ გულანშაროში, ამ ქალაქ ყვავილნარში, რომელშიც მართლა საოცარი ამბები ხდება. მე თვითონ ველოდები ხუთშაბათს, ჯერ არ ვიცი როგორ მოვახერხებ იმის გადმოცემას, რაც მინდა რომ გიამბოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ თქვენთვის ნამდვილად იყოს საინტერესო. გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და რა თქმა უნდა ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ.